ლოცვით გაგაძლიეროთ ბრავოს და დაგასწროთ დღევანდელ დღეს. დღევანდელ დღე არის შემდგომი დღესასწაული მშობლობისა 21-ში რო ხონდა შაბათს და ასევე არის წინა დღესასწაული ჯვართომაღლებისა მომაკვირვას რო უნდა აღვასრულოთ. დღევანდელი დღე ასე დაემხო რომ ზუსტად ამ ორი დიდი დღესასწაულის მიჯნაზე და შუა კვირაში არის. მინდა რომ გითხრათ რომ გუშინდელი დღე გუშინ კალგარიში რომ ვისახურეთ დიდი მადლი არის კიდევ და კიდევ რამდენჯერმე გავიმეორებ ამას და სულ ვიძახი რომ ადამიანები რომლებიც მოსპოტილი არიან თავის ქვეყანას მიუხედავად იმისა რომ არის მართლმადიდებლური ეკლესია მაინც ვერ მოდიდნენ ეკლესიებში სულში თვითონ და თავისი ესე ვთქვათ მოდელით რადგანაც როქს არის მის როქს კიდევ ეხამუშება არაქართული გალობა და როდესაც ჩვენმა ასე ვთქვათ მრევლმა და ჩვენმა ბავშვებმა იქ გაგდეს და ჩვენ დავიქნებ იქი დავითნა სიმონიარის დიდებასაც ისეთ გახარებულები იყვნენ რომ ისევ და ისევ იძახიან რომ დელი გვინდა და ჩვენ ჩამოვიდეს ვინმე ახლა მამა ვასილი შეიძლება გადავთვლიან კიდევ ჩავიდეს ჩავიდანს ეკონომიური კუჩის გამრავაც ეკონომიური პირობების გამო ალბათ ვერ დაიმკვიდრე კალგარიში. დიდი მოგვითხრა ყველას თქვენ ტორონტოს მრევლს შემოგითვალა თვითონ კალგარიელმა მრევლმა ძალიან ყველა უყვარხართ და ყველას აღშოხართ თვითონაც რომ მოგიოდით თვითონაც მითხრეს რომ თქვენთვის მოგვითხრა აღმომეცხრა. როგორც იცით ახლა უმეტესობა ტორონტოს ეკლესიაში დადიოდნენ და რაღაც მიზეზების გამო მოუწევთ კალგარიში გადასვლა. დღევანდელ დღეს ალბათ მოусმინეთ მეორე სახარება რომელიც იყო ზუსტად ეს სახარება არის გაგრძელება იმ სერიის იმ სახარებების სერიის რომელიც იყო ალბათ წინა კვირიდან თუ გახსოვთ სახარება ეს სახარება უკვე არის მოთხრობილი არის რომ უფალმა მოიწვია სტუმრები რადგანაც ხორცილი ჰქონდა პატრონმა უფალმა მოიწვია ხორცილი და დაბარებულები რომლებიც უკვე თვითონ უნდა მოსულიყვნენ ხორცილში კიდევ გაუგზავნა ხალხი რომ მოეწვია წინა კვირას თუ გახსოვთ წავიკითხეთ სახარება რომ დაასხა ვენახი და იმ ვენახს დაუპირა თავისი მსახურება წინა კვირას მსახურება და წინა კვირას სახარება აღნიშნავდა იესო ქრისტეს გარდაცვალებას, ანუ ჯოჯოხეთში ჩასვლას. რადგანაც პირდაპირ მოთხრობაში და თვითონ მოთხრობილი იყო სახარებაში, რომ მოკლეს ის ერთადერთი დამრჩენი, ვინც ჰყავდა მამას. დღევანდელ სახარებაში კიდევ არის მამამ გამართა ესე ვთქვათ ნადიმი, რომელზეც მოიწვია ყველა წვეულნი. წვეულნი იყვნენ იუდეველები, ებრაელები. მოიწვია და თავის მონებს უთხრა რომ თავის მსახურებს უთხრა რომ წადით და მოიყვანეთ ისინი მოწვეულები დაუძახეთ რომ აი დღეს გვაქვს ხორცილი და მოვიდნენ დღეს ჩვენთან ერთად იზეიმო. მაგრამ უმეტესმა ამ ხალხმა მოწვეულებმა უარი უთხრეს. ზოგი წავიდა ვენახში, ზოგი წავიდა სათოფნად, ზოგი კიდევ თავის გასართობად და არ მოვიდნენ. აი იყვნენ დაპატიჟებულები. ზუსტად ისე ვიზახით ეს არის იმ ხალხზე საუბარი რომელთაც საიდანაც უფალი გამოვიდა ტომიდანაც უფალი გამოვიდა და რომელი ერითანაც გამოვიდა. უარი უთხრეს. ესე იგი მამამ გაგზავნა სტუმრები წარმოიდგინეთ თქვენ ხალხს დაპატიჟებული ცხოვრებას ხორცილში და გაგზავნა ესე ვთქვათ დამზახებები და მოვიდნენ არაფრით და სტუმრები არ მოდიდნენ. ალბათ იფიქრა მამამ რომ მოდი კიდევ ერთხელ გავუგზავნიო. ეხლა წინა სახარებაში უფალი როგორც ღმერთი იყო ამ სახარებაში როგორც კაცი ისე პირველად გავუგზავნა ალბათ რაღაცა შეეშალოთ რა მოვიდნენ გავუგზავნა კიდევ თავისი მონები და თავისი
ესე ვთქვათ, მსახურები ისევ უარი უთხრეს და ზოგი კიდევ ცემეს და ზოგი მოკლეს და გადაარდეს. პირველი მსახურები რომ გაგზავნა ეს იყო მოსიყო წინასწარმეტყველები, პირველი წინასწარმეტყველები. მეორედ რომ გაგზავნა იყვნენ კიდევ სხვა ახალი წინასწარმეტყველები, მაგალითად ესაია, რომელიც მოკლეს და იერემია, რომელიც შეურაცხყვეს და ჩააგდეს ყდესა და ესე ვთქვათ, ჩასავარს შეურაცხყვეს პირდაპირ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ უფლის სიყვარულს, ხალხს მოუწოდებდნენ რომ სწორედ ეცხოვრათ, სწორი გზით ევლოთ. და უკვე მესამედ აღარ მოიწვია ისინი. თვითონ გაგზავნაო და მოწვა ის ქალაქი წარმოუდგინეთ. მოწვა ის ქალაქი და ის ხალხი, რომელიც დაპატიჟებული იყო პროცესში. და ისევ თავისი მსახურები გაგზავნა და უთხრა, რომ გადით გზებზე და გზის გზაჯვარედინებზე. და იქ მოიწვიეთ ხალხი, რას ნიშნავს გზებზე და გზაჯვარედინებზე? ყველა სიტყვაში სამყაროს ყველა სიტყვაში არის დიდი საიდუმლო ჩადებული. გზები და გზაჯვარედინები არის სხვა სარწმუნოება, წარმართები, რომლებსაც ჰქონდათ თავისი სხვანაირი გაგება სამოსოფლოსი, რაღაც თავისი მერტუკები ყავდათ და რაღაც არასწორი მიზნები, საკანას მიზნები ჰქონდათ. და უთხრა პირდაპირ, რომ წადით და ესე ვთქვათ, მონახეთ ყოველი კეთილი და ყოველი ბოროტი და შემოიყვანეთ სიხარულსა ჩემსის. ესე იგი, ბოროტები ისეთი ხალხიც ითვლებოდა, რომელიც უწყლო იყო ან წარმართი იყო და წინაზე საშინელ საქმეებს აკეთებდნენ, შემდგომ კიდევ ქრისტიანებად მოინათლნენ. და წავიდნენ და დაუძახეს და შემოიყვანეს. ძველად ასეთი წესი იყო, როდესაც შეყავდათ ხალხი მეფეები, როდესაც იბარებდნენ, სტუმრები რომ მოდიოდნენ, ამ სტუმრებს სპეციალური შესამოსელი ჰქონდათ. და ამ შესამოსელით მოსავდნენ. ეხლა შეიძლება ჩვენ ვერ გავიგოთ ეს რატო იყო ეს სამსახარებაში ნათქვამი, რომ ერთ-ერთი მოვიდა და არ ეცვა სპეტაკის სამოსელი და არ ეცვა სულთა სამოსელი. დაინახა ერთ-ერთი მსახური შემოსული პროცესში და ამას არ ეცვა. ყველა ლამაზად, ესე ვთქვათ, ჩაცმულები, ყველა ლამაზად დავარცხნილები და ერთადერთი ადამიანი იჯდა, რომელიც იყო არასწორად შემოსილი და წარმოიდგინეთ ჭუჭყიანი დასწრებით არავინ არ მიდის ესე ვთქვათ პროცესში და მით უმეტეს რომ თუ წავა ვიღაცა ეს არის დიდი შეურაცხყოფა იმისა, ვინ შენ მოგიწვია და იმ პროცესისა და დიდი დღეობისა, რომელშიც შენ დიდი ხარ. და კითხა თვითონ რატო არ არის ეს შემოსილი? ეს არის განსახიერება იმისა, რომ ის ხალხი წვეულები იყო. შემდგომ სახარება ექადაგათ მათ. და ამ სახარებით ისინი შეიმოსნენ ამ სპეტაკ სამოსელში და იმ სპეტაკ ასაცმელში, რომელიც არის ჩვენი იესო ქრისტე და ჩვენი სარწმუნოება. მაგრამ იყო ისეთი ხალხი, რომელსაც ექადაგა, მაგრამ არ შეიმოსა. და მაინც შევიდნენ, უნდათ შესვლა, ესე ვთქვათ, უფლის ხინში და უფლის წვეულებაში. და უფალმა დაინახა და უფალმა პირდაპირ განიკითხა, რატო არ ხარ შემოსილი? რას ნიშნავს ეს? ჩვენ ყველანი წვეულები ვართ, მაგრამ რჩეულები ყველანი არ იქნებიან. ბევრია წვეული, მაგრამ ცოტაა რჩეული. და ზუსტად ასევე უთხრა ამ ადამიანზე, როგორც ყველა იმ დანარჩენებზე, ვინც არ მოვიდნენ წვეულებაზე. ისინი არ მოვიდნენ წვეულებაზე, რადგანაც არ ირწმუნეს იესო ქრისტემ. და არ ირწმუნეს, რომ იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა. და მაგიტომ არ მოვიდნენ. და მოკლეს თავისი წინასწარმეტყველები და წინამორბედი უფლისა, იოანე ნათლისმცემელი და კიდევ ბევრი უფლის სიტყვა, ესე ვთქვათ, ანაგდეს თავისავად და არ მიიღეს. და შემდგომ კიდევ ისეთი ადამიანი, რომელსაც ექადაგა უფალი იესო ქრისტეს სახარება და სიტყვა, მაგრამ იმანაც არ მიიღო.
არ მიიღო თავისი უზრუნოებით, არ მიიღო თავისი უშვილოებით, მაგრამ უდოდა სამოთხეში შესაძლებლობაში არ უდოდა იმ წესების დაცვა, რაც უფალმა დაუწესა, რაც უფალმა ასწავლა, რაც უფალმა გამოცხადა. არ უდოდა იმის შესრულება, მაგრამ სამოთხეში შესრულება. და ზუსტად მოკიდეს ისეთ ადამიანს ხელი შეუკრეს ხელფეხი და გააგდეს კარი, სადაც ბევრჯერ არის სახარებაში მოხსენებული, სადაც არის კბილთა ხრჭენა და ტირილი დიდი. რას ნიშნავს კბილთა ხრჭენა? ზოგი პირდაპირ აიგივებს, რომ ცეცხლში ადამიანი ვარდება და ტკივილებისაგან, დიდი ტკივილებისაგან კბილებს აღაჩვენებს. ასენებაში ეს მარტო ფიზიკური მოვლენა არის. კბილთა ხრჭენა არის უიმედოობა და რამდენიც კიდე შეეცვალო შენი ცხოვრება ჯოჯოხეთში უკვე შეუძლებელია, რადგანაც მონანიება აღარ არსებობს ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში აღარ არსებობს ადამიანს ახლა შეუძლია რომ მონანიებს. რადგანაც განშორებულია უფლისაგან, უხალხო სიყვარული და იმ სიყვარულისაგან არის განშორებული ეს ადამიანი. და მაგიტომ არის შეუძლებელი რომ ჯოჯოხეთიდან ადამიანმა თავის თავი ამოიყვანოს. მაგიტომ ვუწევთ ჩვენ ყველა წასულებზე, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ჩვენ წასულებდიან სამოთხეში, იმიტომ რომ უმეტესობა კაი ხალხი სათნოა ესე იქნება. შეიძლება ესეთი შესაძლებლობაც იყოს, რომ ადამიანები ჯოჯოხეთში იყვნენ და ჩვენ იმათთვის ლოცულობდით და იმათ სულებზე ვევედრებოდით უფალს, რომ სასუფევრები კაცათა დამოუკიდოს. ზუსტად ასე არის იმ ადამიანების ამბავიც. იყვნენ წვეულნი, უფალმა მისცა ძველი აღქმა, მოსემ დაუკვიდრა სწავლება, მაგრამ არ მიიღეს. ისინიც გაგდებული. შემდგომ წარმართები, რომლებსაც უფალმა ახალი სახარება, ახალი სიტყვა ღვთისა გამოუცხადა. მე უკვე თქვენ გეუბნებით, რომ თქვენ აღარ ხართ ჩემი მონები, თქვენ ხართ ჩემი ამხანაგები. პირდაპირ მოვიდა, პირდაპირ როგორც ამხანაგები უწოდა თავის მოწაფეებს და კიდევ ყველა იმ ადამიანებს, რომელიც შეუდგა იესო ქრისტეს. და ჩვენ რომ იესო ქრისტეს ამხანაგები ვიყოთ, რომ გავიცოთ იესო ქრისტეს ასე ვთქვათ დადგენილი წესები, იმ წესებში არის ლოცვა, მარხვა, ერთმანეთის მიტევება, სიყვარული და არა ცოდვების ჩადენა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც სხონდეს და არას ცოდოს. ნათქვამია და ყოველ მსახურებაზე ამას განმეორება. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა დაეცემა ადამიანი ფეხზე უნდა ათვეს. ზუსტად მაგიტომ არის სასწაულებში ჩამოვიდეს უფალმა, რომ შენ სწოდე და შენ აღარაფერი აღარ მოგეტევები არ არის. ადამიანმა სწოდა, აღარაფერს მიეწერა, იმის საშუალება აღდგეს და სამოთხეში შევიდეს. მიეცემა ყველანაირი საშუალება და უფლება თუ ადამიანი მოინდომებს და თუ თავის ცხოვრებას განსხვავებს. მოსე შამი ყაჭარი იყო და ყველი და შემდგომ იმხელა წმინდანი გახდა, რომ დღევანდელ დღეს ერთ-ერთი უდიდესი წმინდანი არის. ის ყაჭარი, რომელიც გვერდით იესო ქრისტეს გვერდით იყო გამორთული ჯვარზე, ის ყაჭარიც პირველი შევიდა სამოთხეში წამოიწყო. მაგრამ მან ირწმუნა, იმიტომ კი არა რომ მოდი ახლა აიწყდები და მოუთხარ სამოთხეში შევიდა. ეგრე არ მოხდა. მთელი თავისი გულით ირწმუნა, მთელი თავისი სულით ირწმუნა და მოინანია ის ცოდვები, რაც კი გააჩნდა. და მაგითო შევიდა. რომ როეთ ვარ შენ მაინც სამოთხეში მიხარ, მეც სამოთხე. არ წაიყვანო. ის იყო პირველი აღსარებელი ჯვარზე გამოკეთებული ავაზაკი. ჩვენც ასე ვიფიქროთ, უფალმა ჩვენც მოგვიწია თავის ხორცილში. თავის ხორცილი, როგორც ეკლესია და თავისი მრევლი, თავისი ხალხი. მოგვიწვია, ვასწავლა, შემოგზღუდა თავისი სახარებით, მოგცა ცოდნა სახარებისა და მოგცა ცოდნა იმისა, თუ რა უნდა ვაკეთოთ, რომ სასუფეველი ცისა და სამოთხე დავამკვიდროთ. მერთმა
დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გავასწავლოთ დღევანდელ დღეს და მრავალჯერია კიდევ. ისეთი არაფერი აღარ არის ამ პირში. George Mohammed Baba შემდგომ